დელიბორ, დიდი მადლობა დროის დათმობისთვის. სახელმწიფო დეპარტამენტმა სულ ახლახან გამოაცხადა დამატებითი სავიზო შეზღუდვები. რას ეუბნება ამერიკა ამით საქართველოს ხელისუფლებას? ვფიქრობ, მთლიანობაში ეს კარგი ამბავია. ეს აგზავნის სიგნალს, რომ ამ პერიოდშიც კი, როდესაც ერთი ადმინისტრაციის დრო იწურება, მას მაინც სრულად არ მიუტოვებია თავისი პასუხისმგებლობების საგარეო პოლიტიკის კუთხით, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით. ვფიქრობ, იყო გარკვეული წუხილი შიში, რომ საქართველოს პორტფოლიო არ არის პრიორიტეტების სიაში საკმარისად ზემოთ, როგორც მიმავალი, ისე მომავალი ადმინისტრაციისთვის. ასე რომ, მივესალმები ამ ნაბიჯს და ამავე დროს უნდა გვესმოდეს, რომ ეს შეზღუდული მასშტაბის ზომებია. ეს ახალი შეზღუდვები დაახლოებით 20 პირს შეეხება და მართლაც საკმაოდ დაგვიანებულია. ჩვენ უკვე საკმაო ხანია ვიცით იმ გაყალბების, манипуляციების შესახებ, რაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირდა. დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით პროტესტის ჩახშობას, რაც უკვე კვირები აგრძელდება. ასე რომ ვისურვებდი მეტი გაკეთებულიყო და უფრო ადრე. სავიზო სანქციები, სავიზო შეზღუდვები ჩვენ აქამდეც ვიხილეთ, დაახლოებით ნახევარი წლის წინ. ჯერ პარტნიორობის ყოვლის მომცველი გადახედვა გამოცხადა და შემდეგ სავიზო შეზღუდვების სამხედრო წვრთნების გადადება. თუ ფიქრობთ, რომ მეტის გაკეთება შეიძლებოდა, რას ფიქრობთ, რა იყო იმის მიზეზი, რომ ეს არ მოხდა? ვფიქრობ, ეს არსებითად მარცხი იყო. ამ ზომებმა ამ დრომდე ვერ მოახერხა ქართული ოცნების ცუდი ქმედების შეკავება. ჩემი აზრით ეს ისე უნდა გაკეთებულიყო, რომ ეს ყველაფერი ადმინისტრაციას ქართული პარტნიორებისთვის არჩევნებამდე ძალიან მკაფიოდ უნდა აეხსნა. რომ თუ რაიმე ტიპის გაყალბება ან სხვა მაქინაციები მოხდებოდა, ამას ძალიან სწრაფი და დაუყოვნებელი პასუხი მოჰყვებოდა ამერიკის ხელისუფლებისგან. არ მგონია, რომ არჩევნებამდე ასეთი კომუნიკაცია შედგა. ვფიქრობ, უფრო მკაფიო კომუნიკაცია უნდა ყოფილიყო ამ თემაზე იმის იმედით, რომ ეს შეაჩერებდა იმ ტიპის შედეგს, რაც ვიხილეთ. ასე რომ ამ კონტექსტში ეს მარცხი იყო, რადგან მიზანი რა თქმა უნდა არ არის საქართველოს სანქცირება როგორც ასეთი, მაგრამ ამან უნდა უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის მხრიდან ქცევის ცვლილება. და თუ ამას ვერ ვნახავთ, ვფიქრობ, უნდა გვესმოდეს, რომ რაც უკვე გაკეთდა, არ იყო ეფექტიანი. თავისი როლი უნდა შეასრულონ ევროპელმა პარტნიორებმაც. ეს არაა მხოლოდ ამერიკის მხრიდან გასამკლავებელი პრობლემა, ასევე არ გვინახავს ძალიან მკაცრი პასუხი ბრიუსელიდანაც. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა დემონსტრაციების ძალისმიერი დაშლის პასუხად სავიზო სანქციები უკვე დააწესეს. ამ საკითხზე ბრიუსელი კვლავ გეგმავს მსჯელობას და ნაბიჯების გადადგმას, განიხილება სწორედ ზოგიერთი ტიპის პასპორტისთვის უვიზო რეჟიმის შეზღუდვაც. რას ფიქრობთ, რის გაკეთება შეუძლია ამ ეტაპზე ევროკავშირს? ვფიქრობ, იდეალურ შემთხვევაში ევროკავშირსაც ამერიკის მსგავსად ქართული ოცნებისთვის არჩევნებამდე უნდა აეხსნა, რომ თუ იმ შედეგებს ვნახავდით, რაც საბოლოოდ ვიხილეთ, გულისხმობ მასშტაბურ გაყალბებასა და манипуляციას, შემდეგ კი დემონსტრანტებზე ძალადობას. ეს დაასრულებდა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. არ მგონია, რომ ეს სწორად იყო მიწოდებული. ქართულმა ოცნებამ შეძლო ფორმალურად, ნომინალურად კვლავ საქართველოს ევროპული მომავლის ერთგულად დარჩენილიყო. ევროპელ ლიდერებს არ უნდა მიეცათ მისთვის ამის საშუალება. ახლა კი ვართ სიტუაციაში, რომელშიც ქართული ოცნება ძალაუფლებას იმყარებს და ევროკავშირმა შესაბამისად უნდა იმოქმედოს. იმასთან ერთად, რომ არ იქნება გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, მან უნდა დააწესოს სამოგზაურო შეზღუდვები, ქონების, აქტივების გაყინვა, რეჟიმის კონკრეტული წევრებისთვის აკრძალვები, მათ შორის იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც დემონსტრაციების დაშლაშია ჩართული. მე არ მგონია, რომ უვიზო რეჟიმის სრულად გაუქმება უნდა მოხდეს, რადგან არ მინდა რიგითი მამაცი ქართველები, რომლებსაც თავისი ქვეყნისთვის ევროპული მომავალი სურთ, ამ პროცესში დაზარალდნენ. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ევროპელი ლიდერების განსახილველი და გადასაწყვეტი საკითხია. თუმცა ეს გზავნილები ევროკავშირსაც უკვე ჰქონდა. ზაფხულიდან მოყოლებული ამბობენ, რომ გაწევრიანების პროცესი არაფორმალურად შეჩერებულია. შეწყდა მთავრობის დახმარების პროგრამებით, თუმცა მაშინ, როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ ეს არ არის მათთვის საყურადღებო ან პრობლემური, რომ მათ დასჯას დასავლელი ლიდერები დამოუკიდებელი სუვერენული გადაწყვეტილებისთვის ცდილობენ და რომ ეს ყველაფერი მაინც ქვეყნის სასიკეთოდ ხდება. რამდენად მოიტანდა სხვა ნაბიჯები მეტ შედეგს, ისე, რომ პირიქით მეტი კრიტიკის საგანი არ გამხდარიყო. ძალზედ ცხადად ჩანს, რომ ის, რასაც ჩვენ ამჟამად საქართველოში ვუყურებთ, სრულიად შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან. ვისურვებდი ევროკავშირს გადაეხედა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის ოფიციალურად მინიჭების მთელი ამ საკითხისთვის და გაწევრიანების მოლაპარაკებების დე-ფაქტო შეჩერების და ევროკავშირის დახმარების გაყინვის ერთგვარი ესკალაცია მოეხდინა. შემდეგ კი უფრო მკაფიო გაეხადა, რომ თუ ასე სურს ქართულ ოცნებას მართვა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზა არ არსებობს, რომ გამორიცხულია
შეუძლებელია ვინმე, ვინც ქართულ ოცნებასთანაა კავშირი, დასავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანას ეწვიოს. ამაზე ვეღარც იოცნებებს. ან ვინმემ საკუთარი დივიდენდები იქ დააბანდოს, ან საერთოდ რაიმე სახის ბიზნესი აწარმოოს მათთან და რამენაირი მოგება ჰქონდეს იმ კავშირებით, რითიც საქართველოს ჯერ კიდევ სარგებლობს ევროკავშირისგან. რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, ვაშინგტონში საპრეზიდენტო გარდამავალი პერიოდის გათვალისწინებით ვითარება საქართველოსთვის, როგორც იცით, ცოტა უფრო რთული და გარკვეულწილად რისკიანიცაა. ჩემი აზრით, ძალზე სახიფათო იქნება თუ საქართველოს და ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის საკითხი პარტიებს შორის დაპირისპირების საგნად იქცევა. შესაძლოა ეს იყოს ქართული ოცნების ერთ-ერთი საუკეთესო სვლა, რომ აი ისინი ვერ ეწყობიან ამჟამინდელ ადმინისტრაციას. შესაძლოა ახალთან გადატვირთვა სწადონ. ვფიქრობ ეს გარკვეულწილად ხსნის კიდეც იმ ფრთხილ ქცევას, რომელიც ჩვენ თბილისის მიმართ ახლანდელი სახელმწიფო დეპარტამენტისა და ახლანდელი მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან ვიხილეთ. მაგრამ მნიშვნელოვანია ქართულმა ოცნებამ გააცნობიეროს ისიც, რომ რუსეთისა და ჩინეთისადმი ხელის გაწვდენა და უბრალოდ რომ თქვათ, ყოველმხრივ ცუდის აქციელი, რაც ამ ხელისუფლებისგან ვიხილეთ, ვერ მოუტანს მათ კეთილგანწყობას, ვერ დაეხმარება მას ვერც დღევანდელ ვაშინგტონში და ვერც იმ ვაშინგტონში, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი გაუძღვება. თქვენ მაინც ამბობთ, რომ მეტი იყო საჭირო, მეტი ესკალაცია, პარტიულ საგნად, ამ თემის ქცევის შიშის გარდა, როგორ ფიქრობთ, რა მიზეზი ჰქონდათ ამერიკას და ევროკავშირს? მაინც არსებობდა იმედი, რომ ოცნება კურსს შეიცვლიდა, თუ მათ კიდევ მეტ შანსს უტოვებდნენ იმ ზომებზე რეაგირებისთვის, რაც უკვე დაწესებული იყო. ვფიქრობ, არჩევნების დრო გარკვეულწილად ცუდ მომენტს დაემთხვა. ვაშინგტონში საარჩევნო სეზონი იდგა. ევროკავშირშიც გარდამავალი პროცესი იყო. ახალი კომისიითა და ახალი უმაღლესი წარმომადგენლით საგარეო პოლიტიკის საკითხებში. მოგეხსენებათ, ევროკავშირის საკმაო ბიუროკრატიულობიდან გამომდინარე, ბრიუსელი ნამდვილად არ იყო მზად სწრაფი რეაგირებისთვის. იმის მიუხედავად, რომ ვითარება საკმაოდ მოსალოდნელი და სავსებით პროგნოზირებადი გახლდათ. შეერთებულ შტატებშიც საარჩევნო სეზონი დაემთხვა. წუხვა რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ საქართველო ვაშინგტონში არც ერთი მხარის პრიორიტეტთა სიაში არ ზის. ეს კი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ რეაგირება არ იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო. ვფიქრობ, ამას შედეგად მოჰყვება ის, რომ ამერიკელებს ამ საკითხთან გამკლავება სავარაუდოდ 20 იანვრის შემდეგ მოუწევთ. ქართული ოცნების ლიდერები გამუდმებით მიუთითებენ, რომ არც ეს შეზღუდვები ნიშნავს არაფერს, არც პირდაპირი სანქციები, რომ მათ არც იციან ამ ზომების მოქმედების ან ეფექტის შესახებ. რა შედეგი შეიძლება სინამდვილეში გამოიღოს ამ კონკრეტულმა ნაბიჯმა დღევანდელ ვითარებაში? ალბათ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლისთვის ეს დიდ განსხვავებას არ ქმნის, მაგრამ ოდნავ უფრო ფართო ჯგუფისთვის, ქართული ოცნების მხარდამჭერებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პოლიტიკაში არიან ჩართულნი, შესაძლოა ეს ნიშნავდეს მათ იძულებას გააკეთონ არჩევანი ჰქონდეთ ევროპული საქართველო, რომელიც დაკავშირებულია დასავლეთთან და წინ მიიწევს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, თუ ჰქონდეთ საქართველო, რომელიც პრაქტიკულად რუსეთის სატელიტია. ეს წესით მათთვის იმპულსი უნდა იყოს. რამდენადაც უფრო ძლიერი იქნება დასავლეთის სიგნალები იმის შესახებ, რომ ახლანდელი ტრაექტორია მხოლოდ იზოლაციას ნიშნავს და იმას, რომ ქვეყანა რუსეთზე დამოკიდებული გახდეს, მით უფრო ნაკლებ სავარაუდოა, რომ ქართული ოცნება ამ გზას გააგრძელებს. და რა გზავნილია ეს სავიზო შეზღუდვები იმ ხალხისთვის, ვინც ქუჩის პროტესტს აგრძელებს? მე დიდი აღფრთოვანებით და პატივისცემით ვუყურებ ქართველი ხალხის სიმამაცეს და მათი ბრძოლისადმი სოლიდარული ვარ. ვისურვებდი, რომ დასავლელმა ლიდერებმა მეტი გააკეთონ მათ მხარდასაჭერად, მაგრამ ეს ხალხი, ვინც ყოველდღიურად ქუჩაში გადის, რეალურად მომავლის ხმაა და ისინი საბოლოოდ აუცილებლად გაიმარჯვებენ. დიქტატორები და ავტორიტარული რეჟიმები ყოველთვის უფრო ძლიერად გამოიყურებიან მანამდე, სანამ ეს ასე აღარაა. ჩვენ ეს ვიხილეთ სულ ახლახან სირიაში და ვფიქრობ, საბოლოოდ ვნახავთ ამას საქართველოშიც. თქვენ სწორედ ამ საკითხებს სწავლობთ იმ ქვეყნების დემოკრატიულ უკუსლას, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დემოკრატიული გარდაქმნის პროცესი გაიარეს. სადაა დღეს საქართველო ამ გზაზე? ცხადია, საქართველო არაა პირველი ქვეყანა, რომელიც შიდა უკუსლის პროცესს გადის, სადაც დემოკრატიული რეჟიმი იყო, პროგრესი, ღია საბაზრო ეკონომიკა და ასე შემდეგ. და შემდეგ ეს პროგრესი უკან წავიდა. ჩვენ ვნახეთ ამის მაგალითები უნგრეთში, პოლონეთში. მაგრამ განსხვავება ისაა, რომ მაგალითად უნგრეთის შემთხვევაში ეს უკუსლა მოხდა ევროკავშირის წევრობის პირობებში და ეს აფერხებდა იმას, რეალურად რისი გაკეთება შეეძლო ვიქტორ ორბანსა და მის მთავრობას. საქართველოს შემთხვევაში ასეთი დამცავი ჯებირები, ერთგვარი მოაჯირები არ გვაქვს და საბოლოო რისკები ქართველებისთვის გაცილებით დიდია, თუ ქართული ოცნება ამ გზით სვლას განაგრძობს.
პრემიერ-მინისტრმა რამდენჯერმე თქვა, რომ ურთიერთობა ამერიკასთან 20 იანვრის შემდეგ დაალაგდება. ცხადია, არავინ იცის, როგორი იქნება საგარეო პოლიტიკის კონკრეტული ასპექტები, თუმცა როგორ ფიქრობთ, ოცნების ლიდერების გაღრმავებული ურთიერთობები ჩინეთთან თუ ირანთან და მსგავსი ნაბიჯები როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ეს რესპუბლიკელთა ადმინისტრაციისთვის ვაშინგტონიდან? ნამდვილად ძნელია იმის პროგნოზირება, რა პრიორიტეტები ექნება რესპუბლიკურ ადმინისტრაციას ისეთი ცვალებადი არაპროგნოზირებადი პირის ლიდერობით, როგორიც დონალდ ტრამპია. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ კონკრეტულად კონგრესში ძალიან მკაფი ორპარტიული შეშფოთება არსებობს იმ გზის შესახებ, რასაც საქართველო დაადგა. მგონია, რომ ადმინისტრაციაზე კონგრესის რესპუბლიკელებისგანაც იქნება წნეხი. კონკრეტულად კი სენატისგან მათ დემოკრატ კოლეგებთან ერთად იმისთვის, რომ ნამდვილად ფართოდ გახელილი თვალებით შეხედონ საქართველოს გეოპოლიტიკურ კავშირებს. მისი დემოკრატიის მდგომარეობას. და თუ ბატონი ივანიშვილი იმედოვნებს, რომ დონალდ ტრამპთან რაღაც საფუძვლიან გადატვირთვა შეძლებს, შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეს. With Donald Trump, he might end up being disappointed.